მოგესალმებით საღამომშვიდობისა ტრადიციულად მე და ბატონი ოთარი ხვდებით ყოველ ოთხშაბათ საღამოს და გავილით ალბათ მიმდინარე კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენებს. პირველ რიგში ყველა ქართველს, ყველა საქართველოს მოქალაქეს, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მინდა მოულოცო საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ერთადერთი დღე, იმიტომ რომ მეორე დღე არ არსებობს ორი დამოუკიდებლობის, ორი ახალი წელი არ არის და ორი შობა რო აღნიშნოთ. 9 აპრილი 26 მაისს დილპატივსცემ ოღონდ ეს იყო მკვდრადშობილი სამწლიანი დამოუკიდებლობა და ალბათ თუ კარგად 9 აპრილი არის ჩვენი ქართველების საქართველოსი ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. ოთარ, ახლა მოვდივარ ერთ-ერთი ქართული ოჯახიდან რა. ბატონი ნუგზარ ბირკაიას ოჯახიდან მოვდივარ, სადაც ეს ისეთი დღეა რომ ქართველები იკრიბებიან, ამ დღეს აღნიშნავენ. იმიტომ რომ ვიღაცისთვის უკვე მე კიდევ რა პოლიტიკური სპეკულაციების დღეა და ვიღაცისთვის არის საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და ამასთანავე ერთ-ერთი ტრაგიკული დღე, იმიტომ რომ ჩვენი ისტორია თავიდან ბოლომდე ტრაგედია არის საქართველოს ისტორია და აი აქედან მინდა ბატონ ნუგზარს, მის მეგობრებს, მის სტუმრებს, იმ ქართველებს ყველას ბატონ ნუგზარის თამადობით, ვინც ამ დღეს აღნიშნავს, ტკივა განიცდის და სულ ყველას მიულოცო. მე კიდე ვიძახი ქართველებს გვაქვს ერთი დამოუკიდებლობის დღე და არ შეიძლება ორი დღე არსებობდეს. ეს არ არის ძველით და ახლით, ეს არ არის კიდე ვიძახი 26 მაისი არის ჩემთვის უდიდესი დღე, იმიტომ რომ მერაბ კოსტავას დაბადების დღეა, მაგრამ არც ერთ შემთხვევაში მენშევიკური დამოუკიდებლობა, რომელიც მხოლოდ 3 წელი გაგრძელდა, მასე საქართველოს მრავალჯერ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ეს იყო ყველაზე უდღეული, ალბათ ყველაზე ხანმოკლე, ჩვენ ხან თურქებისგან გავთავისუფლდით, ხან მონღოლებისგან და ხან არაბებისგან. თვითონ დღე უნდა აღვნიშნოთ მაშინ. ჩვენი რეალურად ეხლა იურიდიულადაც რეალურად ჩვენ გვაქვს 9 აპრილი. ეს არის ვინმეს მოსწონს არ მოსწონს, ვინმეს უყვარს ვიეთ გამსახურდი არ უყვარს. ეს არის ერთადერთი დამოუკიდებლობის დღე, რომელიც უნდა აღინიშნოს. ყველა ქართველს კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დღეს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დღეს აღნიშნავთ და ნუგზარ ბირკაია ტყუილა არ მიხსენებია, ეს ქართველი იურისპრუდენციის ერთ-ერთი დამაარსებელი და დიდი ქართველი კაცი, აი მასთან გავდივარ ხოლმე კონსულტაციებს, როდესაც რაღაცა საკითხავი მაქვს, იმიტომ რომ უფროს ადამიანებთან მე იმ თაობას განვეკუთვნება, რომელიც ვიცი რომ უფროსი ადამიანის სიბრძნე ყოველთვის გამოსადეგია და არა ის რომ შენ ვინ გეკითხება დღეს რაც ვიხილეთ რუსთაველზე, ის სირცხვილი იმიტომ რომ 36 წელი გავიდა იმ აუბედითი 9 აპრილიდან და ნაციონალებს თავის ზეობის ხანაში არ გაუბედიათ, რომ 9 აპრილს ვინ მისულიყო და ვინ არა ის განესაზღვრათ. დღეს ფეის კონტროლს აწესებდა 9 აპრილს, ვინ მისულიყო გეი აქტივისტი მაქარაშვილი, კრიმინალი და ყაჩაღის ცოლი და ასევე კრიმინალი ნანული ჟორჟოლიანი, პუტინის პირადი მომღერალი და რუსული კულტურის ნაწილი, ეს მის სიტყვებს ციტირებ და არა ჩემ შეფასებას, პაატა ბურჭულაძე 70 მილიონის თბილისის ბიუჯეტის ფულის მომპარავი გიგი უგულავა წყვეტდა ვინ მისულიყო და ვინ არა. მალხას თოფურია დღეს რომელიც იქ მივიდა, ვერ მივიდა, განა იმიტომ რომ ვერ გავბედე. იმიტომ რომ მე ზუსტად ვიცი იქ რომ მივსულიყავი, ქართული ოცნება მე დამიჭერდა. რომ გაუხებდი წვირს პირველეს ვინც მეტყოდა რომ აქ შენი ადგილი არაა და იქიდან გეი აქტივისტები და გეი აქტივისტი არ უნდა წყვეტდეს 9 აპრილს ვინ მივიდეს და ვინ არა ნამულა ჟორჟოლიანი არ უნდა წყვეტდეს კაკაბეშნიკი მამიშვილი და კოდუას ნაშა თუ რა ვიცი რა ერქვა არ უნდა წყვეტდეს ვინ უნდა მივიდეს და ვინ არა გიგი უგულავა არ უნდა წყვეტდეს რუსული კულტურის ნაწილი არ უნდა წყვეტდეს 9 აპრილს ვინ მივიდეს და ვინ არა. ეს არის ერის სირცხული. ესეთი სამარცხვინო 9 აპრილი ნაციონალების ზეობის პერიოდში არ ქონია საქართველოს. ეს იყო ყველაზე სამარცხვინო 9 აპრილი. ჩემი ერთი თანამებრძოლი იდგა იქა რა, პატარა ზომის და წვერებიანი. გწვენოდას ბიჭო გეი აქტივისტებში დგეხარ და კაცობაზე მე თავსდებ და მეომრობაზე. მან რა დაგაყენა შე პატარა კაცო სულით და ხორცით. მან როგორ მიხრედი შე პატარაო შედა. ნუ ახლა მე ხელისუფლებაზე აღარ ვსაუბრობ, რომელმაც ეს დაუშვა. და ახლა ძალიან საინტერესოა რა. ორი მოსაზრებაა დღეს საქართველოში და ორივე სამარცხვინო რა. კობახიძის განცხადება რომ უცხო ძალებმა დაგვარბია
უკაცრავად რა ოთარ აი მართლა ბოდიშვიხდი რა პრობლემაა დაასახელო იმ უცხო ძალების სახელი და ამათი განცხადება რომ თურმე იმიტომ არ მიშვებენ მალხას თოფურიას იქ რომ უცხო ძალებმა რატო თქვა კობახიძემ ეხა გეკითხებით და აცხადებენ სხვას რუსებმა დაგვარბიეს მე პრობლემა არ აქვს რუსებზე აუგათ პუტინზე აურა რუსეთის თავრობას არა თუ აუგათ ისეთი შევიგინო რომ დედა თქვენის ძარღვებში გაივლის პირდაპირ ისეთი შევიგინო მაგრამ ეთერს არ დავაბინძურებ მე ამის პრობლემა არ აქვს უბრალოდ უკაცრავად და კობახიძის გასაგონათაც მინდა ვთქვა და აი ვითომ მაგაზე რო გაბრაზდით ვითომ რო გაბრაზდით რა ვითომ გაბრაზებულები რა რას ქვია მთელი საქართველოს რუსეთს მიყიდეთ ბიჭო დაგვარბია საბჭოთა კავშირმა იმ ძალიან ცუდმა ქვეყანამ რა რომლის ნაწილიც იმ დროს ჩვენ ვიყავით რა მოდი ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ რა თორე რუსის თქმა მე პრობლემა არ აქვს მე რუსებთან აგერ ომში ვარ გამოვლილი და ფეხებზე მკიდე არ მეშინია საომრად წავედი და თქმის შემეშინდება ბოლო რა უნდა მომიგონოთ ვერც ერთმა მხარემ ვერ გაბედეთ სახელი დაგერქვიათ თეთრზე თეთრია შავზე შავია იურიდიულად საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ნაწილი რომელსაც ჩვენი ტრაგიკული სხვაჩოს 26 მაისის დამოუკიდებლობის შედეგად ტრაგიკული ქვეყანა რომელიც ნაწილი დაარბია თავისი მოსახლეობა იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა კავშირის ნაწილი ვიყავით 99 წლის 9 აპრილს ამის თქმას ვერც ერთი მხარე ბედავთ იმიტომ რომ თქვენ არა გაქვთ უნარი თქვენ ხო იმაზე არ მუშაობთ რომ ყველაფერს თავისთავად თქვენ მუშაობთ იმაზე რომ ახალგაზრდა თაობა როგორ გამოადებილოთ როგორ მოატყუოთ როგორ გაასულელოთ გინდა ერთი მხარე გინდა მეორე გინდა მესამე და გინდა მეოთხე ბიჭო რა პრობლემაა თქვა რომ როდიონოვის დედაც იმის დედაც ამის დედაც აი ნუ არ მინდა რა კიდევ ვიძახე ეთერი დავობი რა პრობლემა გვაქვს დაახოცეს არასრულწლოვანი ხშირად 18-17 წლის გოგონები ვიღაც ღორის გაზრდილება ხო ეხლა იმ სხვანაირად როგორ მიმართოთ არ ვიცი ხა არ მინდა რომ კიდევ ვიძახი რომ ეთერში რამე ცუდი სიტყვა ვიხმარო მაგრამ ვიღაც ნუ არ ვიცი რაღაცა არცებე ურჩხულებმა ხო ნუ ისე დემონებმა რა აი ბიბლიურად ვიტყვი რაღაც სატანები მოდიოდნენ თავის ფარებით რა პრობლემა გვაქვს რომ ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ რა რამეში ცოდვილები ვართ და ამიტომ უნდა გავალამაზოთ თუ რა არის მე ვთქვი რომ არაფერში ცოდვილები არა ვართ უფრო მეცაც ვიტყვი 15 რესპუბლიკაში ყველაზე ხმამაღალი რესპუბლიკა ვიყავით ყველაზე მეც ბედავდით რასაც ვერც ერთი ვერ ბედავდა მათ შორის ის ესტონელი ჩმორები ლაშატალახაძე რო დაასანქცინეს ეხლა კაცტანგის აწევს მეტი გზალა არ ხმარია ცხოვრებაში ის ჩმორები საერთოდ ჩმორები იყვნენ და ხაბას ვერ იღებდნენ ნუ ლიტველებმა ცოტა გაბედეს რა არც ლიტველებს მოუკლია თავი მაინდა-მაინც ლიტველებმა ცოტა ძალიან ცოტა რა ისეთი რა სამი კაცი დაეღუპათ რა ეგ იყო ერთადერთი პროტესტი ჩვენს გარდა და სხვა შორის კიდე სამართლიანობა მოითხოვს აზერბაიჯანელებს ვენაცვალე კიდე აზერბაიჯანელებს ჩვენს ვინ ჩვენსავით გაბედა და იქ საერთოდ 100-მდე ადამიანი დაიღუპა რა 155 ხო ასე მე ხო რა ტრაგედია ანუ მე პრობლემა არ აქვს თეთრზე ვთქვა თეთრი იმიტომ რომ მე იმ ორგანიზაციაში ვარ იმ ადამიანებთან ერთად ვარ რომელსაც არ გვეშინია ყველაფერს თავის სახელი დავარქვათ ამის შიში უბრალოდ არა გვაქვს ოთარ დიდი ბოდიში ამ მონოლოგისთვის და ეხლა აი ზუგდიდური ღირსებით და სილამაზით კიდევ ვიძახი ამ ქალაქსო თავის ღირსება და სილამაზია გეგეთი ალბათ დედამიწაზე არავის არა აქ ანუ ქართველები ნუ გაებრაზდებიან დედამიწაზე არავის არა ლამაზად დალაგებულად და კარგად ჩემი მაპატიეთ ემოციებისთვის ჩამოყალიბების შემდეგ მივესალმები ტელემაყურებლებს და რადიო მსმენელებს ძალიან სწორად ისაუბრე და რეალისტურად არ ვიცი ხა კი გაქვს ესეთი ემოცია მაგრამ ეს ძალიან სამართლიანია და ყველაფერი ის რაც თქვი მართლაც არის ის რეალობა რომელიც დღეს ჩვენ ყველამ დავინახეთ მართლაც უმნიშვნელოვანესი დღეა და მინდა ყველას მიულოცოთ ჩვენ ხალხს მიულოცოთ დღევანდელი დღე მართლაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რამაც მართლაც ჩვენ ქვეყანას საშუალება მისცა გახსნილიყო მთელი მსოფლიოს წინაშე დაენახათ, იმიტომ რომ ჩვენ ცხოვრობდით 70 წელი დიდ დახურულ სივრცეში, სადაც არც გარეთ გასვლის უფლება გქონდა, არც ადამიანის უფლებები იყო, ბევრი უფლება იყო შელახული და რა თქმა უნდა ამ ბრძოლაში ჩვენმა ხალხმა გაიმარჯვა და მე მინდა მადლობა უთხრა იმ ოჯახებს, ვინც 9 აპრილს 36 წლის წინ იქ თავისი შვილი დაკარგა, მადლობა იმისთვის ასეთი არაჩვეულებრივი შვილების გაზრდისათვის, რომელთა სახელები
ჩვენი ქვეყნის ისტორიაში უკვე შესულია და იქნება მარადიულად. Რა თქმა უნდა, ამ დიდი დღის შემოქმედი ასევე არის ორი ჩვენი დიდი პატრიოტი, ეს არის ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა და მინდა ვთქვა, რომ თაწმინდაზე ამ ორი არაჩვეულებრივი ადამიანის ამაღლებით ჩვენმა ხალხმა პატივი მიაგო არა მხოლოდ აი ამ ძამ მაგარ პიროვნებებს, არამედ ჩვენმა ხალხმა მათ პატივი მიაგო თავისუფლების და დამოუკიდებლობის იდეას. და მართლაც ხო ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი და ის რაც ხდებოდა დღეს მართლაც დიდწილად სამარცხვინოა, თუმცა ჩემი ნება რო იყოს არც ბიზნეს ნაციონალებს მიუშვებდი იქ და არც მიხეილ სააკაშვილის ნაციონალებს, ხო? იმიტომ რომ ორივე პრაქტიკულად ერთი ძალაა. ერთმა ივანოვი ჩამოგვიყვანა თავის დროზე იქ იმ მოედანზე და ინაუგურაციაზე ლავროვი ყავდა მიხეილ სააკაშვილს, მეორემ გავრილოვი ჩაგვისვა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში და ქვეყნის დასავლური კურსი შეცვალა ჩრდილოურზე და მოკლედ ეს ის ხალხია, რომლებიც მართლაც აი ამ იდეის საწინააღმდეგოდ მოქმედებენ იმ დროიდან, რაც ჩვენ მათ ვიცნობთ და საერთოდ რაც ვნახეთ ესენი ქართულ პოლიტიკაში. ამიტომ მართლაც არ შეიძლება ისე მოქცევა, მით უმეტეს ასეთ დღეს ყველანი უნდა ვიყოთ მოგრძალებულად და პატივი უნდა მივაგოთ ჩვენ გმირებს ისე, როგორც ეს შეეფერება ჩვენნაირ განვითარებულ ქვეყანას. გაიხარო ოთარ. მინდოდა. გეხვეწები, აი შენ ხარ, ჩემთან შედარებით ბევრად ახალგაზრდა რა. მიუხედავად იმისა, იმის მეხსიერება გაქვს რა მოხდა და როგორ მოხდა და რისთვის მოხდა რა. აი 9 აპრილის დაღუპულების სულებს. ეხლა ვინც იმ ადამიანებს იცნობდა, იმიტომ რომ ერთ თაობა ვართ, ერთნაირი შეგნებით, ერთნაირი წარსულით. ეხლა გაურკვეველი სქესის რაღაც არსებები დარბიან. მართლა სქესი არ დგინდება რა. შესახედაო ვიზუალურად არ დგინდება, უნდა კითხო, რომ გოგო ხარ, ბიჭი ხარ, ჰერმაფროდიტი ხარ, ესაც რაღაც ბუნებრივი კატაკლიზმა, უნდა კითხო, იმიტომ რომ შეუძლებელი დაადგინო, ზოგი სრულიად არასრულწლოვანი გონია, თურმე 25 წლის ამარა. რაღაცა ისეთი სქესის არსებები დარბიან. მონა დაგიძახებენ, პრობლემა არ აქვს, გონიათ რომ ეს გამოხატულების თავისუფლება, რომ ადამიანს შეურაცხყოფა მიაღწია, კაფანი თუ გაადიდე, ქართული ოცნება ეგრევე გიჭერს. ყოველ შემთხვევაში მე ჩემ თავზე ეს უკვე გამოვცადე და იმ მომჩივანს არ გაეტანა საჩივარი, მე ხა ციხეში უნდა ვიჯდე. ეს ყველაფერი მე გამოვცადე ჩემ თავზე და კიდე იმიტომ ვიძახი, რომ მე ვეღარ ვბედა ვთქვა ამ ქვეყანაში და ამ ხელისუფლების პირობებში. ვცდილობ რომ ყველაფერს გავერიდო, იმიტომ რომ როდის დამიჭერენ, მე მართლა არ ვიცი, ხო? შექმნა რა ამ ხელისუფლებამ ეს პირობები და ვიღაცა ჰერმაფროდიტს უფლება აქვს, თქვა დაასდიოს ადამიანებს, აგინოს, აფურთხოს, რაც უნდა ისაკეთოს და მას გონია რომ ეს ნორმა არის, ხო? დღეს თქვა ვიყავით 50 ვეტერანი მისული და ნაბრძოლი ვეტერანი, მათ შორის ამ 50-დან 29 აპრილის მონაწილე რა. და ვერ გავბედეთ იქ მისვლა, განა ფიზიკურზეა საუბარი, რომ მისულიყავით გეფიცები, გიგი უგულავესგან მაპატია და ფანჩარი აღარ დარჩებოდა რა, რო ავაგდები, თავს ჯირს არ დაუშვებ, პირდაპირ ვიძახი, რაც მოხდებოდა. არაფერი არ დარჩებოდა მაგ ნაბიჭორისგან, მაგრამ ვერ გავბედეთ, რომ პროვოკაცია და ბეტი პროვოკაცია რა გინდა 9 აპრილს მემორიალთან ვერ მიდიხარ. და ვიღაც გეი აქტივისტი დგას იქ. ეხლა 9 აპრილის დაღუპულის თითოეულ ოჯახს მინდა ვკითხო, მათი შვილები გეი აქტივისტების უფლებისთვის იბრძოდნენ? არა, ოთარ არ იბრძოდნენ, დამიჯერე რომ არ იბრძოდნენ რა. უფრო მეტიც ვერც კი წარმოედგინათ ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარში. პლაკატიც კი გაშალეს, აგერ გადმომიგზავნა მეგობარმა, დღეს გეი აქტივისტებმა. არა, ოთარ, აი მართლა გული მერევა, მაგრამ გეხვეწები ზარამდე ერთი რამე მინდა ვთქვა. იქ ეჭირათ, სხვა შორის ყველა ბავშვი განვიცდი, ვინც დაჭერილია მოლოტოვის კოქტეილი ისრულა თუ რა, თვითეულ ბავშვი განვიცდი. ხო ვიცი, მათ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს, პოლიციას მართლა კლავდნენ, თავის შეუგნებლად და თითოეულ ოჯახზე განვიცდი რა, რომ სინდის პატიმრები რომ და სინდისას მე არ დავარქვევდი, მაგრამ დავარქვევდი ჩემი ტკივილის პატიმრებს. მე განვიცდი და ის ბავშვები მინდა რომ მალე გამოვიდნენ გარეთ. აპატიოს სახელმწიფო მართლა მინდა და იმ ბავშვებმა აღარ ჩაიდინონ ეგ. მაგრამ მათ შორის, ეხლა სააკაშვილის პლაკატი რო ეჭიათ, ეხლა ავადმყოფების სექტა რო იქ იდგა, ორი აზრი არა. მათ შორის ვისი პლაკატი ეჭირათ, იცი, აი ამან მომკლა რა, კაცი რომელიც თავის ცოლს აქირავებდა ის უჩა აბაშიძე რა და ვიდეოებს უღებდა, რაღაც მანიაკური
რომ პოლიტ პატიმარი, სინდის პატიმარი უჩაბაში და ანიმ შობლებს არ უტყდებათ, რომ თავი არჩევს რო ეძახიან სინდის პატიმრებს, აი მაუნტყოფის სურათი რო გვერდზე უდას იმ შვილებს. არც ხვენიათ ამ დედებს, იმ დედებს მიმართავ. შენი შვილი, რომელიც ეხლა ციხეში ზის, ბევრი გვიყურებს ეხლა ამ წუთში რა. და ყველა ბავშვი კიდევ ვიძახი გულის ტკივილით მოვიკითხავ და ყველა ბავშვი მინდა ბალე გამოვიდეს, ჭკუადალაგებული, დამშვიდებული, საქართველოს მოქალაქე და საქართველოს ჯარისკაცი. და არა ნაციონალური მოძრაობის ჯარისკაცი. საქართველოს ჯარისკაცი. თითეული ბავშვი მინდა რომ მალე გამოვიდეს, ეს ჩემი სურვილია. და არა რაღაც იურიდიული ის. მაგრამ უჩა აბაშიძის სურათს რო შენი შვილის გვერდზე იჭერენ. კაცი რომელიც ცოლს აქირავდა და ვიდეოებს უყურებდა და ამით ტკბებოდა. არ ცხენია თქვენ აღარ მინდა რა, არ ვერ დავთორებ წინადადებას რა. ზარი აქვს თხოვთ, გისმენთ. გისმენთ ეთერში ხართ. გისმენთ. ნუ რაღაცა ჩიპ-ჩიპი ისმის, მაგრამ ვერ მიხვდა რომ ტელევიზორს მოცილდნენ და არა, ძალიან ბევრი ზარი არის, უთხარ ყოველ ამნეწია და დავწყებ ზარია და მე ნუ რა ვიცი, გონია რომ ძალიან ცუდ რო შემოდიან ეს ადამიანები და ოთარ რა ვიცი, აი მე ვთვლი რომ ეს არის რაღაცა ქვეყნის დეგრადაციის ნიშანი, ხა კაცი ცოლს აქირავდა ზის მაგისტრის ციხეში და სინდის პატიმარი და მაპატია ხა ის დედა რომელიც განიცდის თავის პატარა ბიჭი 18 წლის ბიჭი რომელიც რაღაც არ იცოდა რაღაც კოქტეილს იცოდა თუ რაღაცა ხო და მართლა გულშემატკივრო იმ დედასაც და იმ შვილსაც მართლა გულშემატკივრო ოთარ ისე ცალკმად არ ვიძახი და მართლა მინდა ის ბავშვი გარეთ გამოვიდეს აღარ ისწავლოს მოლოტოვის კოქტეილი ყოველ შემთხვევაში ქართველის წინააღმდეგ რა როგორც არ უნდა მოწონდეს ის რა და უცბად იმის გვერდზე აი ეს ქათამიეს რაღაც არსება ცოლს აქირავებდა არ გწხვენიათ ამ მშობლებს გეკითხებით მართლა არ გწხვენიათ უჩაბაშიც და მიშა სააკაშვილის გვერდზე 18 წლის ანგელოზივით ბავშვები რომელიც შეცდა თუ არ შეცდა თუ ჩაუდეს მოლოტოვის ნიშნობა არ გწხვენიათ თქვენი შვილები ამის გვერდზე მოხსენიება ამათ გვერდზე ამ ნაძირალების გვერდზე არ გწხვენიათ ნუ აი მეტი უბედურება ხა ესეთი რამე მეგონა რომ ფანტაზიის ნაყოფი იყო ხიჩკოკი ბავშვობაში არ მიყვარდა ფილმები რომ რა ბოროტებებს იგონებს მეთქი და თუმცა რეალობა კი არა ხიჩკოკი სად არის რაც საქართველოში ხდება ხო უჩა აბაშიძე არის სინდის პატიმარი წარმოიდგინე ოთარ აი წარმოუდგენელი რაღაცა ცოლის გაქირავება და ვიდეოების გადაღება რომ მე ვინმეღაცა დააშანტაჟოს ნუ ამას ხო მოფიქრება უნდა ხო არა მოფიქრება არ ვიცი სინდისი ხო უნდა არ ვიცი რა მოვიგონო რა სიტყვა ხო ეხლა მე თუ კითხავ არც უნდა დაეჭირათ რა უნდა ეთქვათ რომ აი გეხვეწები ამ ქვეყნიდან წადი რა ნუ ესეთი სიმბილწე რა იმიტომ რომ ჩირქია ხო ადამიანი არის სიმსინური უჯრედი რომელიც შეიძლება ეხლა მე დარწმუნებული ვარ უჩაბასის მიმდევრები გამოუჩნდებიან ხო იმიტომ რომ ნუ სატანიზმი ეს ისეთი მოვლენაა რომ როგორც ადამიანებმა ქრისტე იწამეს ისე სატანაც იწამეს ხო და სატანისტები არსებობენ რა და უნდა მოვარიდოთ ხო საზოგადოებას უნდა და პლაკატი ეჭირა დღეს ხო 9 აპრილს მემორიალთან ვერ მიდიოდიო კაცი ცოლს აქირავებდა და იმის სურათი ეჭირა და შენ არ მოხვიდე აგერ უჩაბასის სურათი გვიჭირავს რა კარგი აღარ შევწყვიტავ ზარი გისმენთ რაიმე ეთერში ხარ ბძანეთ გამარჯობა ბატონო მალხას ბატონო ოთარ და ბატონო მალხას გისმენთ ბატონო ოთარ დიდი სიმპათიების თქვენ და ორივეს მიმართ ნიცით რაშია საქმე მე საერთოდ არ ვიცი ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ ძალიან მიჭირს მე 36 წელიწადია 9 აპრილის გადაცემებს არ უყურებ იმიტომ რომ მე 9 აპრილის მონაწილეობა და ძალიან ძიმე საშინელის გადავიტანე. გაიხარეთ. მაგრამ რაშია საქმე, ჩვენ მაშინ მოვიძეგით არა, ქონდა მართლა იდეა იმისი, რომ ჩვენი ქვეყანა ყოფილიყო თავისუფალი და დამოუკიდებელი სახელმწიფო. აი 36 წელიწადია დეომებით ერთმანეთს ქართველები და ვერ გამიგიან ისის ომობენ. შევარდნაძე მოვიდა დაანგრია რუსთაველი. მოვიდა მიშა სააკაშვილი, ნუ რაღაც სადისტობები ჩაიდინა.
ნუ არ ვიცი ესე როგორ გადაუტყვიალათ twini ახალგაზრდებს რომ დღესაც შეიძლება მიშა სააკაშვილის სახელი და სურათი გამოკიდონ მე არ ვიცი აი არ მესმის და მოდიან კიდე ეს ნაციონალებიც არ ვიცი ეს ვიღაცა გაუგებარი ლიდერები და აგიჟებენ ამ ბავშვებს მე რამინდა ვთქვა 36 წელიწადია ბეომებით ქართველები ერთმანეთს აი როდის უნდა დამთავრდეს ეს და აი მართლა გეუბნებით გული მიწუხს უკვე აღარ უყურებს საერთოდ აღარნაირ პოლიტიკურ გადაცემას გაიხარეთ ხალბატონო გაიხარეთ რა აქ ჩვენ არ უყურებთ თუ არა ეს არანორმალურობა რომ დღეს კიდევ ვიძახი გეი აქტივისტი მაქარაშვილი წვითავდა რომ მალხას თოფურია მისულიყო თუ არა 9 აპრილის გეი ეს არ არა ნუ ეხლა ეს ვერ იტყოდა მაგრამ გეი აქტივისტი მაქარაშვილი იდგა იქ გეი აქტივისტი წარმოიდგინე ხა მეტი რა ხავთ ხო გვარ გადაკეთებული გეი აქტივისტი რომელიც იყო გულუას რუსული პარტიის წარმომადგენელი კი იყო მართლა მოსკოვიდან დაფუძნდა მოსკოვიდან პარტია პირველად დაფუძნდა საქართველოში მოსკოვიდან იმის წარმომადგენელი წყლითავსო მალხას თოფურია მივიდეს თუ არა 9 აპრილის მემორიალთან ეხლა ტიპი არის გვარ გადაკეთებული გეი აქტივისტია მოსკოვიდან არის ნუ არ ვიცი ეხლა მეტი რაღა უნდა ქნას ხო ყველაფერი არის რა სქესია ყველანაირი ეროვნება ყველანაირი აი ყველანაირი და ის წვითავსო მე მალხას თოფურია საქართველოს მოკალაკე საქართველოსთვის რამდენჯერმე დაჭრილი ნაომარი ყველგან მიწვითავს მივიდე თუ არ მივიდე გიგი უყულობა ეს ნაცირალა ეს არაკაცი ეს რქიანი ლოსი ეს არა მართლა ლოსი ეს წვითავს მე მივიდე თუ არ მივიდე ნანულა ჟორჟოლიანი ეხა ეს იყო გენიალური ვიღაცა მიუწერო ნანულაო მანქანა რო წაართვითო კაცო რა მოტორი ქონდა ხო არ იტყვიო და იმდენად დებილია გოგო რა რო კაცო ის მანქანაო იმასო მოპარული ყავდა ნაყიდიო ანუ რო წაართოს ვიღაცას ის კი არა თქვა თურმე მანქანა იმას როგორ ცუდად ყავდა ნაყიდი აი ნანულა ყავთ ლიდერად და პატა ბურჭულაძე ლაპარაკი არა მაქვს რა კაცი იძახს რომ ის კი ერთხელ კი არ და ინტერვიუ არის და შენო ვინახა და რუსული კულტურის ნაწილი ვარო ეს იმან თქვა გრიგოლმა არა ვაი რა ქვია გრიგოლმა რო თქვა არა გრიგოლმა რო თქვა ვაშაძემ კი ბატონო გრიგოლი ახლა გაკებეს ის არის ნომენკლატურა პრობლემა არა ეს ხო მომღერალი იყო რუსული კულტურის ბანი ვარო თუ რა ბანი კი რაღაც ვერ ვერკვევი ხა მაპატია და მუსიკალური განათლება ცოტა დაბალი მაქვს რა სოპრანო თუ რაღაც ჯანდაბა ხო არის ბოლო აი საბა როგორ რუსული კულტურისო რა ის კი არა საქართველოს დაიბადა აქ მიიღო განათლება შუქრიშვილია დიდებული კაცის არა რუსული კულტურის ნაწილი ვარო იმიტომ რომ პუტინს მოწონს ეს და იმან იცის რა თქოსო პუტინს მოეწონოს დღესაც ის იცახო და პუტინს მოწონდა ეგაც რო იცოდე მან ზუსტად იცის პუტინს როგორ აუსვას ენა ერთ ადგილზე და ის ყოველთვის უსვავს იმ ადგილას ენას ზარია გისმენთ ალო გისმენთ ხალბატონო მოგესალმებით ბოდიში ბატონო მამუკა და ეს მალხაზი თემა რა არის ბატონო მალხაზი ბოდიში გიხდით თემა რა არის თუ ვილაპარაკო რაც გულში მაქვს თემას თუ გავწდებით რა თორე ხა გულში იმდენი რამე ყველაფერი ვილაპარაკო კი არა რა თქმა უნდა ვიცი დღევანდელ დღეს ეხება დღევანდელ დღეს კი ბატონო მე იქ ვიყავი მაგ დროს და ყველაფერი ომებით გამოვიარეთ და მაგ დროს კარგად მახსოვს და დღემდე მოყვება ყველას ეს ტრაგედია და ეს დიდი უბედურება და ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ რა ძალიან კარგად რა კარგი აი ქართველი ნამდვილი ქართველი პატრიოტები თქვენ გენაცვალეთ რა აი გიზები თქვენზე რა თქვენნაირი რო იყოს ყველა რაღა გვიჭირს ისე გული მომხანეთ ეს პატა ბურჭულაძეს ვინ ეკითხება ეს მსოფლიო აფერისტი მსოფლიო ბანი კი არ არის მსოფლიო აფერისტი არის ბოდიშს მოგიხდი კი უპატრონო ბავშვებზე დიდი ფული გააკეთა ესაც ფაქტია უპატრონო ბავშვებს ხო გვახსოვს ჩვენ როგორ მოპარა ფული და წავიდა და ეხლა მე არ შემიძლია ფიზიკურად თორე გავიდოდი იქ და ალბათ შეიძლება ციხეს წავსულიყავი. მაგას ისე დღეს გავერიდე მაგას ხალბატონო. დღეს გავერიდე მაგას. მივედი და თვალცრებლიანი უკან წამოვედი, იმიტომ რომ ესეთი საწყალი არ ყოფილა ცხოვრებაში 9 აპრილის მემორიალთან.
ვერ ისვლის მიგები უფლება. ოთარ მართლა ვიძახი არ შემშინებია რა მაგრამ პროვოკატორის სახელს ამაკრავდა როგორც ნაციონალი ისე კოციონალი ზუსტად ვიცი ამეკრებოდა კოცების იმეცე იტყოდა რომ პროვოკატორი დამხატებულია საქართველოს ეს ჯერ ჩვენ ამას მე კიდევაც თქვენნაირი სამართლიანი ადამიანი ვარ, პატარა თქვენი ასაკის ადამიანი ვარ და გამოვიარე ყველაფერი და უკვე სწორი ანალიზით აგვაქვს და სწორი ხედვაც გვაქვს და მაგისი არასოდეს არ შეგეშინეთ. თქვენზე აი როგორც ვაჟკაცი მე ისე ვარ გამოზდილი და არც ომში წასვლაზე მე გავემზადე ომში მივდიოდი. გაიხარა. ბატონებო ძალიან პატარები მყავდნენ შვილები და ვეპარებო ოჯახიდან ვიპარებოდი ომში მივდიოდი და დამაბრუნეს თორე ამას დეტალებს ვთქვი თუ საჭირო იქნება გაიხარეთ ქალბატონო ნუ ის რაც დღეს ხდება სამწუხაროდ პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ და მხოლოდ ღრმავდება აქ მე ვერანაირი კრიზისის ჩაქრობას ვერ ვხედავ ამას არ შველის არც ბიზნეს ფულები და არც წულუკიანის კომისია აქ არის ძალიან სერიოზული პროცესი გაგრძელდება ხვალ შეიძლება უარესი მოხდეს და ამაზე პირველ რიგში რა თქმა უნდა ხელისუფლება არის პასუხისგებელი რომელსაც ჩვენ შევთავაზეთ ერთი თვის წინ ქალბატონმა ირმა ინაშვილმა რომ რაღაც დიდი საკოორდინაციო საბჭოს მაგვარი რამ შექმნილიყო იმისათვის რომ ის ძალები ყოფილიყვნენ იქ წარმოდგენილი რომელსაც აქვს კიდევ შესაძლებლობა რომ ამ კრიზისიდან რაღაც გამოსავალი იპოვოს და სიტუაცია განიმუხტოს. კატეგორიულ უარზეა ხელისუფლება, ასე არის გაჯიქებული ყველა საკითხში ბოლო წლის განმავლობაში, რაზეც მოხდა აქ საპროტესტო აქცია. მე დინარაძის ინტელექტია ქვეყანა აგებული. არ შეიძლება, ანუ მაპატიერდა დინარაძის დიდი პატრიოტი არა აქვს ინტელექტი ამ კაცს. არა აქვს ფერზე კომპრომისზე წასვლა, არაფრის დათმობა ამათ არ უნდათ. ნუ რა გახდა ეხა იმ 55 ბავშვი რა ქვეყანას დააქცევს რომ გამოუშვათ გარეთ თუ რა მოხდება ხო? არ მესმის. ანის ქალი რას იზავს ბათუმის ციხეში როზის. აი ეს მაინტერესებს. ხო, ნუ არის თუ არა ეხა ხო ხედავენ რომ ამან ხო შეიძლება კიდე რაღაც ერთი ნაბიჯი გადავდგათ იმისათვის რომ სიტუაცია განიმუხტოს. არაფერს ამას არ აკეთებენ. ნუ ხა რა ვიცი ასე გაჯიქება სანამდე მიგვიყვანს ხო? ხო არა ეხა არანაირი სიმპათია პიროვნული არ გამაჩნია ქალბატონ იასადმი, მაგრამ ნუ ეხა აპატიე და ხა როცა მე აემის გამო 7 წელი ნუ როცა მეორე მხარეს არის უამრავი დაუსჯელი ძალოვანი რომელმაც ხალხი დაასახიჩრა არ ვიცი ხა კარგად იქცეოდნენ ცუდად ბილ სიტყვაობდნენ იგინებოდნენ თუ ესე ეფერებოდნენ ერთმანეთს მაგრამ ოთარ მოდი ხა ვიღაცა მეგრელობაში არ დაგვანეთ და შორს არ მესმის რა ერთი შეკითხვა გახარიას ცემა სად ეწერა რა სად ეწერა ვიღაცა მე 8 კლასი რო ვერ დაამთავრა იმის მიერ გახარიას ცემა სად ეწერა ოთარ გეკითხები რა ეხლა მართლა ხაბეიშვილი ხო არ გონიათ და ის ვიღა გახარია რა პონჩი ცემა ან მოგწონს თუ არა ეს დამაბრალებს გახარიას ტივარ და მომხრევად სად ეწერა გახარიას დახვედრა ცემა ვიღაც სკოლა დაუმთავრებელ დებილებს მიერ აი გეკითხებით რა ეხლა რა ქენთ ამით რამე მოიგე წინ წახვედით განვითარდით აი მართლა ვკითხულობ რა ეხლა მე ხო ვერავინ ვერ მეტყვი გახარია მიყვა კიდე ვიტყოდი რომ იჯდეს ის 55 თუ აქ ერთი 5-10 ძალოვანი დაისაჯა რომლებიც იქ ხალხს ასახიჩრებდნენ და მომწონს არ მომწონს იმ ჟურნალისტს ზის დაგდებულსო კესერში წეხს არ ტყავს ბიჭო საწერია ეგეთი რამე ბიჭო ვიტყოდი მაინც რომ რაღაც სამართლიანობა არის ორივე მხარე არის დასჯილი არ წერია აი არსად არ წერია ამ შემთხვევაში ჩვენ იმ ბიჭებზე ხო არ ვიცახთ უდანაშაულოძიან ვამბობთ რომ იქითაც არიან დამნაშავეები, ხო? შენ დამანახე რომ მართსაჯულება ქვეყანაში ხორციელდება. ისინიც დასაჯე, ხო? არა, რა უნდა ქვეყანა ვართ რა. ქვეყანა ვართ და მინდა რომ ქვეყანა ვიყოთ რა. მართლა მინდა რომ ქვეყანა ვიყოთ რა. და ხა ის რომ ჩემთვის ის არგუმენტი რომ შენ ნაციონალს ჯობი ხარ, არა უპატიურებ და არ კლავ, უკვე ძალიან ცოტაა. მე შენ უკვე ბეც გთხოვ რა. ისო არა უპატიურებ და არ კლავ, რასაც ნაციონალები აკეთებდნენ, ეს ღორის გაზდილები. ეს არ ნიშნავს, რომ შენ გეპატიოს ისო ვიღაცას ურტყავ რა. არ ნიშნავს ამას. მე მინდა იდეალური ქვეყანა, მე მინდა სამართლებრივი ქვეყანა, მე მინდა ქართული ქვეყანა, ქართული წესების ქვეყანა რა. აი ძალიან მნიშვნელოვანია. ბევრი რამე კანონში არ წერია ოთარ რა.
მაგალითად კანონში მონასო დაგიძახებენ და თქაფას რო გაგადენ მაგ სიტყვისთვის რა ვიღაცა მონასო დამიძახენ მე არ უნდა ან რა ეწყინა იმ ვატოს თუ რა ქვია შაქარ და ვატო ამ შემთხვევაში იყო ცამდე მართალი ხა ის ბიჭი დაიბნა რა არის მონასო ეძახდიო რა ეხა ნუ მესმის რომ ბიჭი ლოშები სხვა ფუნქციითაა კაცობის არ აქვს სადღაც უხახონოს იმისთვისაა ხო გასაგებია ის რაღაც არსება არის თავარი არხის სქეს დაუდგენელი ულვაშები კაცობას არ ნიშნავს იმიტომ იმით სქესი აშკად ხმაზე არ უდგინდებოდა და ჩადის იმას ეხა ვატო შაქარაშვილი სულ არ მოუწონდეს ხო ადამიანს მიდიხარ და აყენებს შეურაცხყოფას ქართული მორალი და ეთიკა რომ თქაფას რო გაგადეს მე იმას კი არ ვიძახი რომ ამის ლოყალს უფლებები დაირღვა მე ვამბობ იმას რომ ბიჭო შენ მიხვედი და ამის მე რომ წკმუტუნს იწყებ წკმუტუნსო პოლიცია მიშველე ხო შენ დედა არხანიანო ან შეყვარებული არა ყავს ნათო რა შეყვარებული კაცობაზე ნუ მამრი ხო ყავს ვიღაცა ვინც მაგულვაშებს რაღაცებს გისვავს ხო იმასთან მაინც არ გწხონია ესეთი ძუკნა რო ხარ ბიჭო იმასთან მაინც არ გწხონია ესეთი არაკაცი რო ხარ რომ მედიხარ შეურაცხყოფას აყენებ და თქაფანზე პოლიციას ითხოვ რა გინდა რომ შენ ადამიანებს შეურაცხყოფა აყენებ და ყველა თავი გიქრას აი რა სიტყვით ხო მე მართლა მაინტერესებს ოთარ ქართულ კოდექსებით საუბრობ და არა იურიდიული, იმიტომ რომ არ არის რა, ეხა იურისდიქცია ჩემი ძლიერი მხარე რა. არც განათლებით რომ კიდევ ვიძახი და დავდივარ და მაგალითად კიდევ ვიძახი ნუგზარ ბირკაიას ვეკითხები ჩემ უფროს მეგობარს, რა არის სწორი და რა არ არის სწორი რა იურიდიულად რა. და როგორ არის სწორი და სხვა ქვეყნებში როგორ არის და ცივილურ ქვეყნებში როგორ არის რა. საერთოდ ციგნი მაქვს და აიქიდან ვიგებ რაღაცებს რა ძალიან ბევრ მნიშვნელოვანს რა ჩემთვის. მაგრამ ბიჭო ადამიანობა ხო ნასწავლი მაქვს რა. ხო ოჯახში გავიზარდე ხო ვიცი რომ რომივალ და ადამიანს უკიდურა შეურაცხყოფა თუ მომხდა თქაფანი მინიმუმ ის თქაფანი უნდა შევიდგო და პოლიციის ყვირილი არ დავიწყო ხო რატო შეიძლება რაღაც სხვა დაუძახო ჯერ ოცნებაში იყო მე ოცნებას გინება დაუწყო მე ისევ დაბრუნდა რაღაც სხვა სიტყვა შეერჩია ხო კი ბატონო ყველა შემთხვევაში ვატოს პრობლემაა რა ეხა გოგა ხაინდრავა არ ვაპირებ არანაირად გოგა ხაინდრავას არ ვაპირებ არანაირად გოგა ხაინდრავს არანაირად არც მექებიდება და როც მინდოდეს არა მაქვს რა არანაირად სულ გოგა ხაინდრავა შევაქო როდებდი უნდა ამტკიცოთ რომ ზვიად გამსახურდას მომხრეების ავტობუსი ჩაცხრილა ეძებეთ ისა თქვენ რიგებში ის ადამიანები ვინც ეგ ავტობუსი ჩაცხრილა რა თუ გაინტერესებთ მაინდა-მაინც და ბოლო-ბოლო უნდა დაიდოს ის ავტობუსი ვინ ჩაცხრილა რა უნდა დაიდოს მე პირდაპირ ვიძახი ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას ვინაიდან ის დაიჭრა მე მგონი აფსანზე არა ის ავტობუსია ხო არაფერ შუაში არა შიგნით იჯდა ბატონი ურავი კი ბატონო მაგრამ უნდა დაიდოს რა ეხლა ადამიანს ვაბრალეთ იმას რაც არ დაუშავებია ხო დავაბრალოთ ის რაც დააშავა რა რაც არ დაუშავებია არ არის სწორი რა და ვიღაცის ციგნით ნუ ვისარგებლებთ რომ იმად ხო რა იმიტომ რომ ვიღაცა გაეპრა ეგრე მარტივად არ არის თემა რა ყველაფერს თავის სახელი უნდა დაერქვას ამ ქვეყანაში დრო არის ამისი ნუ მართალია მაშინ იყო ოპოზიციაში რადიკალურში ეს ყველაფერი ციხეში იჯდა რა სხვაჯერს სწორად იჯდა რა დეზინფორმაციას იღებდიო მაგ ბრალდებით და გადაღება დეზინფორმაციის შეუძლებელია როცა იღებ რაც არის იმას იღებ რა პირდაპირ თქვა რა ეხლა იქაც მომხრე არ ყოფილა ზვიედი რა თქმა უნდა მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ დავაბრალოთ ის რაც არ ჩაუდენია ეს არ ნიშნავს იმას ამის უფლება უბრალოდ არ აქვს რა მე ძალიან არ მიყვარს ვიღაცები მაგალითად ძალიან არ მიყვარს ბაჩუ ახალაია მაგრამ მერაბიშვილისგან გასხოვებით მე ბაჩუ ახალაიზე ვერასოდეს ვერ ვიტყვი რუსეთის აგენტია არასოდეს არ ვიტყვი იმიტომ რომ ის რუსეთის აგენტი არ იყო პირიქით ვანო მერაბიშვილი აგენტი იყო ამის დოკუმენტაცია მიუტანა სააკაშვილს მაგრამ სააკაშვილი თურმე მიუტანა ისევ რუსეთის აგენტურას რა მე არასოდეს არ ვიტყვი აი ჩემი ანტიპატი ყველას უნდა მოეთხოვოს ის რაც დაუშავებია და რა ის რაც ჩვენ დავაბრალებთ ეს არ არის სწორი რა ეს არ არის სამართლიანი და ეს არ არის ქვეყნის განვითარებისთვის სასურველი რა კიდე ერთხელ აი რა ვიცი ზარი არის ბოდიში ხდი რა ზარებთან ყველასთან ბოდიში ხდი ძალიან ბევრი ზავს კარგავთ რა რომ ჩვენ ლაპარაკობთ გისმენთ ალო გისმენთ ბატონო გესმით გამარჯობათ ერთ ძველი მას ხაინდრავაზე იყო აქ ლაპარაკი გისმენთ ბუნკერში რო იყო ჩვენი პრეზიდენტი მაშინ შევიღეთ ფორმალილი
გაიხარეთ. შიგნით შევიტანეთ პროდუქტი და დაუტოვე. იქიდან რომ ძილს გამოვედი იქ დაგვიხვდნენ ესენი სკვეროი ძახით ხაინდრავეები სახიობი დიდი სახიობი მისახელს არ ვამბობ ახლა გაგებით კი ბატონო გისმენთ. ხოშტარიები ყოფილი საგარეო მინისტრი კი ბატონო ელენეს მამა. იანაღით იყვნენ და გვერდით ედგათ ბოკერია ამას გეუბნებით მე ეროვნული მოძრაობის წარმომადგენელი საუბედუროდ ბევრი არ ვარ დარჩენილი ახლა თქვენ გამადობით ახლა გამბავს გევედი შინაგან საქმეთა სამინისტროში და დილარი იყო წამოწოლილი რაღაცა თვალებში შემაქეს რაღაცაა და მოიკითხეს ყველაფერი და ამ დროს დარეკა ზარი შემოვიდა რაცია ევიღე და ვიცანი კონსტანტინოვიჩი იყო ცხოვრებული ზვიადი უპასუხე მე ეს კაცი ვარ თქვა გადაეციო ორვილიო ილარი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი კი ბატონო ვისიაო და მე უთხარი ბატონი ზვიადი შეერთქვა და გამომართა ორვილი დორეკა ელაპარაკა მესმის მე ჩემი ყურით იქ იყო ომანიძე ცხილაძე და ქორიძე ერთად უსმენთ ახლა სასტრაფო მიიღე ზომებიო ხაინდრავა იოსელიანი ჩანტურია ყოლობეგოვი გამოვშვით ჩეხიდან დაგეგმილია იმათი განადგურება დავაბრალებენ მეო აუ რა საინტერესო რაღაცას ყვებით ეხლა ხო აი საოცრებას ყვებით ეხლა რა მე ჩემ გვერდით ზის ომარიძე ყავდათ მოყვანილი დაუჭერიათ აეროპორტზე საგარეო მინისტრი იყო კი ბატონო ომარიძე დამალაპარაკეთო დელაპარაკა ომარიძე არ ცვენიაო რატო და მიღალატო რამე დაგიშავეთ მეო ომარიძე უთხრა მე არ მიღალატია თქვენთვისო და სინამდვილეში დაჭერილი ჩეთრება მოიყვანეს იქ ამლაპარაკი დამთავრდა ყველაფერი და რო გამოვედი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უჟე ჩანტურიას იმა მოყვანილი ყავდა სარიშვილს და იმას ძუს გამოასწირით იქიდან და წარმოიდგინე ახლა ასეთი რამეები ხდებოდა ხაინდრავაზე რო თქვი იმიტომ გაგახსენეთ ეს ამბავი აუ ძალიან საინტერესო რაღაცა მოყევით ეხლა რა აი მართლა ძალიან აი იმდენად საინტერესო რაღაცა მოყევით რომ ეს გამოშვებაზე ზვიადის ბრძანება მართლა პირველად მესხვის ძალიან საინტერესო რაღაცა არის რა რაც შეეხება ხა მურმანო მაინძეზე ღმერთმა აცხონოს გონი ცოცხალი აღარც არის ჩემი შეხედულება მაქვს ეს არის ის ადამიანი რომელიც ზვიადისთან ელცინის ვიზიტის შემდეგ ყაზბეგში როდესაც ელცინმა თქვა რომ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს და გაუმარჯოს ერთიან საქართველოს აფხაზეთით და ცხინვალით ხო მიფრინავს ერთ კვირაში ტატარსტანში და ტატარსტანის დამოუკიდებლობა ცნო შუაგულ რუსეთში რა ანუ ეს ადამიანი ზვიადისთვის ტერი იყო თუ მოყარე ძალიან საკამათო თემაა რა და მას მერე იწყება უდიდესი მტრობა რა ჩვენ შორის ეს ძალიან მაგრამ ესეთ თემა რომ ის სიღრმეში მე ვერ ვბედავ რომ შევიდე რა ჯერ ესეთი ასაკიც არ მიწყობდა მაშინ ხელს არანაირად რაღაცებს კი მაბრალებენ მაგრამ ნუ ასაკი არ მიწყობდა და ხელს 20 წლის ბიჭი რაღაცებს თუ რომ წვიტავდი რა რაღაცა მინახია რა Facebook-ზე ჩემზე დაწერილი რაღაც საოცრებები რა და ნუ რა აცდენილია იმას არა ნუ ძალიან მინდა რომ თქვა მაგხელა ფიგურა ყოფილიყო ხო და ნუ ესეთ თემებია ცოტა მტკივნეული და ხა ამ ადამიანმა ისეთი სასწაული მოყვა რა ისეთი რაღაცა ცოტა მტკივნეული და ცოტა სევდიანიც რა რომ ეს მე დამბრალდებაო რა და აი ნუ რა ვიცი რა ბევრი რაღაცა რაზეც ადამიანს ხა წრევლის შეიძლება მოგადგეს ან ვერ განიცადო იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს რაოდენ პრიმიტიული და უბრალოება იყო ადამიანური უბრალოება იყო მაშინ და არა დღეს რო არის ნუ აი 16 წლის რაღაცა არსება დარბის რუსთაველზე და ზუსტად ეს პროვოკაცია როგორ მოაწყოს რა და 70 წლის ზვიად გამსახურდია საერთოდ აზრი არ იყო ესეთი აი მართლა ვიძახი რა იმ კომუნისტ კაკებესთან ნაუმარი ადამიანები ვერ ხდებოდნენ
დღეს ისეთ ჭიპმოჭრილი არიან კი, ამან ბავშვი. გაბაშვილები და მაქარაშვილები დარბიან, ხო, რუსთაველზე, ხო, ნუ რაღაც არსებები კიდევ იცახი ბაპატიეთ ამ სიტყვის, მაგრამ მათ ეხა ვერ დავარქვე ხა კაცი იძახსო ხან გეია, ხან კაცია, ხან ქალია, ხა მაქარა როგორ თქვა იმაზე, რომ ჩამოყალიბებული კაცია ხა, რო თქვა ხო შეიძლება გაბიბრაზდე და მიჩილოსო, ჩემზე თქვა კაცია, როდესაც მე ხანდახან ქალი ვარ, ხო? ნუ ეგეთი დროჟაა რა, ნუ ეხა რამეს ხო ისაც არ ვიცახი, გეი აქტივისტია ტიპი, ხო? ანუ ნუ იძულებული ვარ თქვა რომ არსება რა, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი ხა მესამე სახელი მე მართლა არ ვიცი ხა რა დავარქვა ადამიანს, რომელსაც სქესი არ უდგინდება, ხო? ხა როცა უნდა დედალია, როცა უნდა მამალია რა და ნუ ვამბობ არსება რა, არსება ცუდი სიტყვა არ არის, იმიტომ რომ ფისოც არსებაა და კატებზე ვიждები და სახში ვყავს გათა და ვეფერები და ვიხუტებ ხოლმე. ისაც არსებაა ხა მაქარაშვილისგან განსხვავებით ის მართლა საყვარელია. ოთარ დღეს გამოგჩა ყველაფერი საგარეო, მაგრამ ერთი საგარეო რო არ თქვა არ გამომივა არანაირად. ერთი წუთი გვაქვს, ამაღამ ხვიჩაკო არაცხელია. ძალიან მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგავს პარის სენ-ჟერმენის ნახევარ ფინალში გაყვანასაც ფრანგებისთვის იქნება წარმოუდგენელი მიღწევა. და საფრანგეთში უკვე ხვიჩაკო არაცხელია სურათები და დამიანესი ყველაზე მაგარი მეც არ მქონდა ნახი და საოცარი ბავშვი. ორი ბავშვი გავიცადია ბოლოს ეს არის პატარა იტალიელი დონარუმა და დამიანე. მაგარი. დამიანე კვარაცხელე და პატარა დონარუმა რა. ესეთი საყვარლობა მე არ მინახია, მაგრამ ჩვენი ჯობია რა იტალიელს. დონარუმა არ გამბრაზდება და იტალიელები არ გამბრაზდებიან, ჩვენი ჯობია რა. დამიანე არის მე ესეთი ლოყები და აი მაგარი ქართველი ბევრი არ მინახია. მოკლედ წარმატება ამაღამ ხვიჩაკო არაცხელია სუსურო და წარმატება მინდა უსურო მთელ საქართველოს. კარგად მზადდებოდით, მადლობთ ყურადღებისთვის.